განხორციელებულობაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად. საპარტნიორო ფონდსა და ჟპს ICPS შორის შეთანხმება გაფორმდა. მისი მიხედვით წარმოების სექტორში სამშენებლო მასალის ეგრეთ წოდებული სენდვიჩ პანელების ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოზანაძის განცხადებით, სენდვიჩ პანელების გამოყენება სამშენებლო კომპანიებს დანახართ შეუმცირებს და იმპორტირებულ პროდუქტის 90%-ით ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, პროექტის ხელშეწყობა და განხორციელება ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. თურქეთიდან ხდება იმპორტი პროდუქციის. პრაქტიკულად როგორც მე ვახსენებთ, ეს კომპანია 10 თვის შემდეგ 90-90% ჩაანაცვლებს იმპორტირებულ თურქულ პროდუქციას საქართველოში. გარდა ამისა, როგორც მოგახსენებთ, პროდუქციის 40-დან 55%-მდე გავა მოსაბჭოთა სივრცეში, დაემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ყაზახეთი. კონკურენცია იქნება როგორც ფასის სექტორში, ასევე ხარისხის სექტორში, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე ქარხანა, იტალიური ქარხანა, რომელიც უშვებს ბოლო ტექნოლოგიებით სენდვიჩ პანელებს. კომპანია ცენტრი პოინტი და მისი მობინადრეები დღეს თბილისის მერიას